მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო, პირველ რიგში უდიდესი მადლობა თქვენ გამოწერისთვის, ყურებისთვის, ლაიქებისთვის, თქვენი, ასე ვთქვათ, კომენტარებისთვის, რომელიც მავსებს სიყვარულით, მიხარია, ასევე პირადი კონსულტაციებისთვის რომ მიკავშირდებით და უამრავი, ესე იგი, შეტყობინება მომდის, ასევე დარიგება, რჩევა, ასე შემდეგ. დიახაც, ჩვენ ვართ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ერთმანეთს და დიდი მადლობა. ეხლა იქნება ესეთი ორი დასტა, თქვენ უნდა აირჩიოთ, აქედან არის The Gregory Scott Tarot Card პირველი. აი ეს შემანძრიოთ და მეორე Heaven and the Earth რაც ზემოთა ის ქვემოთა, ხო, აი ესეთი დასტა. და აქედან ანუ თქვენ რომელიც გინდათ აირჩევთ, იქნება პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, ან მოსმინეთ ორივეს, უყურეთ ორივეს, იმიტომ რომ დღეს სამყაროში ყველაფერი გახსნილია, ჩვენ ვღებულობთ ამ ფაქის სივრციდან, ენერგოსაინფორმაციო ველიდან შემოდის უამრავი ინფორმაცია, კერძოდ იმის შესახებ, რაც თქვენ გაინტერესებთ, აი ესეთ კითხვებს ვიღებ ხოლმე, იმიტომ რომ პირადზეა სულ აშკარად გამახვილებული ყურადღება, მაგრამ არის ისეთი საკითხები, რაც აუცილებლად დღევანდელ დღეში, ანუ დროში მყოფმა ადამიანმა უნდა იცოდეს, მაგრამ ნუ ეხა თქვენზეა დამოკიდებული, ხო, როცა აქტიურობა არ არის, როცა ლაიქები არ არის, ყურება არ აქვს, სხვა ვიდეოებს, შემეცნებით, ან თუნდაც სამყაროს კანონებზე და საერთოდ თლიანად ჩვენს galaktikაზე, ჩვენ პლანეტაზე, აი ამ ბუნების ძალებზე, როგორ უნდა ჰარმონიულად დაიცვას ადამიანმა და იცხოვროს, იმიტომ რომ შექმნილია ჰარმონიისთვის, თითოეული ადამიანი შექმნილია, რომ იცხოვროს ჰარმონიაში, ნახეთ. და ეს ბალანსი რო ირღვევა, აი ზუსტად აი ამ ზომიერებას აჩვენებს ეს Heaven and the Earth, რაც ზემოთა ის ქვემოთა დასტის, ასე ვთქვათ, გარეკანზე, ანუ ზომიერება არის აუცილებელი ყველაფერში, ოჯახში, შვილებთან, მეგობრებთან, ახლობლებთან, ანუ ეს არის ისეთი რაღაც ჭამაში ზომიერება, სექსში ზომიერება. კიდე რა გითხრათ, ხო? ხო, ფული, რო გინდათ მარტო ფული, ანუ კი, უნდა გინდოდეთ, მაგრამ აქაც ზომიერება, ნახეთ. იგივე გაცემა, ხო? ეხა ვეხმარებით, ხო? ვიცით, ქველმოქმედები ვართ, ყველა გვიყვარს დახმარება, ამაშიც ზომიერება და აი ეს არის რა, ბალანსი და ზომიერება არის სამყაროს კანონი. არსებობს რაღაცა საზღვრები, რომლის იქითაც, ანუ ასე ვთქვათ, არ უნდა გადაკვეთო, თორე და ირღვევა ურთიერთობა, ირღვევა სიტუაცია, ცოლქმრობა, შეყვარებულობა, პარტნიორობა და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერს აქვს თავისი закономерность, ანუ საზღვრები, ასე ვთქვათ, ხო? და მოკლედ რა გაიაზრა ამ ადამიანმა ვიდეო კონსულტაცია საჯარო ჩაიფიქრეთ, რა გაიაზრა აი თქვენთან ურთიერთობის, საუბრის და ასე შემდეგ. ანუ ორ ასე ვთქვათ, სუბიექტზე იქნება, თუ ობიექტზე, როგორც გინდათ. პირველი ვარიანტი არის The Gregory Scott Tarot Card და შეგიძლიათ უყუროთ თან აი ესე და ნახოთ ჯერ ამ ადამიანის ენერგიები, რომელიც ძალიან საინტერესოა. ჩაიფიქრეთ ახლა თქვენთვის საინტერესო ადამიანი. რა ენერგიებშია ის? ჩაიფიქრეთ. თქვენთვის საინტერესო ადამიანი. ეხლა რაღაცა, ანუ აქ ისეთი კარტი ამოდის. სწავლით კი არ არის დაკავებული, რაღაცეებს არკვევს. ბიზნესი, საქმე, თუ შემეცნებითი, ანუ შემოქმედებითი რაღაც სფერო არ არის, მაშინ,
მატერიალური ხო, ფინანსები, ბიზნესმენი, ან რა ვიცი, აი საქმეებით, ნახე, თვით შემეცნებით, რაღაცების გარკვევით, სამომავლოდ რაღაც იდეებით, შეიძლება პროექტ წერს, ანუ დაკავებულია ეს ადამიანი და არის ცივი გონების ადამიანი, ანუ აქ მაჩვენებენ, რომ ჭკვიანია, ამაში გაგიმართლათ. ნახოთ ეხლა რა გაიაზრა ამ ადამიანმა თქვენთან ურთიერთობის, თქვენთან საუბრის, თქვენთან, ასე ვთქვათ, ყოფნის შემდეგ, აი რა გაიაზრა ამ ადამიანმა. მე ვიტყოდი ასე, ამ ადამიანმა გაიაზრა ის, რომ უნდა შეიცვალოს ცოტა მეტი ყურადღება მომართოს თქვენზე, თუ გადართულია თავის საქმეებში, როგორც მაჩვენებს ახლა ამ წუთას ეს ინფორმაცია, ცოტა დავიწყდით და ანუ თქვენ კიდე ყურადღებას ითხოვთ, იმიტომ რომ ხართ მართლა ძლიერი, ცოცხლოვანი, ლამაზი ესეთი შესახედი, რო იტყვიან, ქალი, ქარიზმატული და სცენაზე გამოდიხართ და ყურადღებას იქცევთ, იმიტომ რომ ხართ, ანუ ყურად მისაქცევი თქვენი არსებობით, თქვენი ფიზიკური მონაცემებით და ყველაფრით, ანუ თქვენ ადგილზე დგახართ, ხო? თქვენი როლი გაქვთ და ეს როლი საკმაოდ სერიოზულია და პასუხისმგებლიანია, ანუ ამ ადამიანმა გაიაზრა ის, რომ უნდა იაქტიუროს, უნდა შეიცვალოს, ანუ უფრო მეტად გააქტიუროს თქვენთან ურთიერთობა. აქ არის მოქმედება პირდაპირ და რა თქმა უნდა ტრანსმუტაცია, ანუ ამ შემთხვევაში შეცვლა, ანუ რაღაცა, რომ თუ მდორეთ მიდიოდა თქვენ შორის ურთიერთობა, სიტუაცია და ესეთი ხო არ ქონდა ის რაღაც ამაღელვებელი, რაღაც ესეთი საინტერესო პეწი, რო იტყვიან, ხო, როცა ელოდები, როცა გინდა რომ ასე ამოვნო, როცა გინდა რომ წაიყვანო იქ, სადაც მას უყვარს იმ ადგილას, იმ სიტუაციაში, ან თუნდაც საჩუქარი მოუტანო, ან რაღაცნაირად, ხო, თუ ამ ყველაფერს იყავით მოკლებული, ეს ადამიანი გამოსწორდება და რა მაიძულა, რომ დაფიქრდეს, დაგაფასოთ, გამოსწორდეს და შეიცვალოს, ანუ უკეთესობისკენ თქვენთან ურთიერთობაში. აი რა მაიძულა ეს ადამიანი, რა მაიძულა? თქვენმა სილამაზე, თქვენმა მომხიბვლელობამ, თქვენმა გამუდმებულმა ზრუნვამ, სახლზე, ოჯახზე, სიტუაციაზე, საქმეზე, ხა საჯარო გაშლა, ხო გესმით და ყველამ თქვენ სიტუაციაზე მოირგეთ, თქვენმა ასე ვთქვათ, מחვილმა გონებამ, ჭკუამ, რომ აი ძალიან გონევრულად მართავთ თქვენ სიტუაციას, თუ საჭიროა ხართ კიდევაც აი ესეთი ხისტი და ძალიან პირდაპირი, რასაც ქვია, თქვენ პოზიციებს იცავთ, იცით თქვენი ადგილი, თქვენი ტრონი გიჭირავთ, რო იტყვიან და აყვავებულია თქვენი, ასე ვთქვათ, სივრცე, ხო, სადაც ხართ და აიძულა იმან, რომ სხვა ადამიანები შემოგნატრიენ, ნახეთ. თქვენ ოჯახს, თქვენ სიტუაციას, თქვენ ერთობას, სხვა ადამიანებს, რომლებსაც არ აყავთ თქვენნაირი, ან ქალი, ან შეყვარებული, ან პარტნიორი, შემოგნატრიან. და ეს ყველაფერი მან გაიაზრა, დააფასა, აივსო, ნახეთ, აი ესეთი, ну ეხა მიწის სტიქია მარტო ფულს არ ნიშნავს, მიწას აქვს ძალიან ღრმა ახსნა. თუ ჩვენ ეხა ამას უფრო ღრმად, ხო, ოკულტური ტაროს ახსნით ჩავწვდებით, მიწის სტიქი არის ყველაფერი, რაც გვასაზრდოებს, იმიტომ რომ თვითონ მატერიალიზება მოდის დედამიწიდან, ხო, დედამიწა გამოყოფს ნაყოფს. ის ნაყოფი გასაზრდოებს, ის ნაყოფი კვებავს, ამიტომ შენ არა მარტო ასაზრდოებ, არა მარტო კვებავ, არა მარტო ასიამოვნებ, არა მარტო აჯანსაღებ, არამედ აი ესეთი გულმოწყალე, გულუხვი ხარ.
გაიაზრა ეს, რომ ძალიან დიდი დანაკარგი იქნება, რომ შენ დაკარგოს, ან წარმოიდგინოს ერთი წუთით, რომ შენ ესე იგი კარგავს. აი ეს გაიაზრა მან და დარჩება მარტო რა საბოლოო ჯამში და აი ამ ყველაფერს, რაც მან გაიაზრა თავისთვის, ну რა თქმა უნდა, ეხა მას არ იტყვის, ხო? ეს თავმოყვარე, ამაყი, ამბიციური, აი ესეთი ადამიანია, ну თავისი აც ისა აქვს, როგორ ვთქვა, ამ პარტავანი ხა ძალიან არა, მაგრამ ну აქ რა, ეხა სიამაყი აქვს და აი ამ ყველაფერს საქმეში, ანუ თუ წარმოაჩენს თქვენთან ურთიერთობაში, ანუ მოქმედებაში, ხო? აი ამას თუ დაამტკიცებს, სიტყვები არ უყვარს და საუბარი არ უყვარს, იმიტომ რომ ამოვიდა აგერ თვითონ ისეთი, რომ დიდი ხა სიტყვა ძუნწია, დიდი ხა მოლაყბე არ არის და ამას თავის საქმით თუ დაამოწმებს. კი. ამოწმებს. ну იყო რაღაც სიტუაციები, რამაც შეანჯღრია ეს ადამიანი. ეხა ეს არის კიდევ ერთხელ ვიძახი საჯარო გაშლა. მე არ ვიცი ეს რა იყო, რა დაბრკოლება ქონდა, რა დემონები ყავდა, რა უშლიდა ხელს, რომ თქვენთან მიმართებაში გულისკენაც იყო, გულგაცრუებაც იყო, გულგაციებაც იყო, უხეშიც იყო, ანუ ტირანი ვერ ვიტყვი, დემაგოგი, მოკლედ, მიხვდებით რა. ვინც მისახვედრია ის მიხვდება და ეს გაიაზრა ზუსტადაც რომ დაფიქრდა ამაზე, ნახეთ და აუცილებლად იქნება მოქმედება მისგან. ელოდეთ და ყველაფერი დამთავრდება ეს. ახალი დასაწყისი, სიხარული, სიტკბო, ბედნიერება, როგორც ბავშვი რო იბადება ხელახლა. ხო, ეხა ეს სიმბოლურია, რა თქმა უნდა, ჩვენ სიმბოლურად ვხსნით ამ შემთხვევაში, მზე ნიშნავს, რომ ის ღრუბლებიც კი, რომელიც თქვენ შორის იყო, გაიფანტება, ნახეთ, და ესეთი მოწმინდილი, მზიანი, ნათელი ზეცა გამოჩნდება, მზის სხივები, რომელიც გათბობს, აყვავებული, მდელო, ულამაზესი ყვავილებით. აი ესეთი იდილია დაახლოებით თქვენს ურთიერთობაში, ურთიერთგაგებაში, სითბო შემოვა, ნახეთ. და ამით დავამთავრებ, იმიტომ რომ მზე ამოვიდა უმაგრესი კარტია, გილოცავთ, პირველებო, the number 1, მაგარი ხარ. და გადავედით, the number 2, heaven and the earth, როგორ მიყვარს ეს, ანუ რა ზემოთა, ის ქვემოთა, ეს არის ძალიან ისეთი ბრძნული ფრაზა, სამყაროს ერთ-ერთი კანონი. გნოსტიციზმში, ანუ შესულია ოკულტურ, ასე ვთქვათ, დაფარულ სწავლაში ერთ-ერთი აი ესეთი კანონი, რაც ზემოთა, ის ქვემოთა. რაც გარეთა, ის შიგნითა. და ნახოთ ახლა ჯერ თვითონ მისი ენერგიები ჩაიფიქრეთ მეორე ადამიანის პერსონაჟის ვინც აირჩიეთ მეორე the number 2 აბა ჩაიფიქრეთ რა ენერგიებში ეს ადამიანი ვინც ეხლა უყურებს ამ ვიდეოს ძლიერი ადამიანია ძალიან ძლიერი ეს არის ან რაღაც სასამართლო პოლიცია სასჯელ ახსრულების სისტემა ძალოვანი სტრუქტურა არ ვიცი ნუ ძლიერი ან თვითონ არის ძლიერი ბევრი შემიძლია ვილაპარაკო მაგრამ რაც თავარია რომ ძლიერი ნებიანი ძლიერი, ფიზიკურად ძლიერი. და რა ხდება მასთან ახლა? ჯერ ნახოთ რა ხდება მასთან. მეორესთან. ვა, მზე. თუ ეგოისტი არ არის და თავი ძალიან არ უყვარს და ნარცისი არ არის, ნარცისო? როდრიგესი არა, სუნამო არა. ნარცისიზმი არის, როცა შენ, ანუ პირველ რიგში აყენებ მარტო შენ თავს, გიყვარს შენი თავი და შენ თავზე შეყვარებული ხარ, ხო? სხვათა შორის ლექსიკონში ასე წერია. ნარცისიზმი, ეს არის ესეთი.
ერთ-ერთი მიმდევრობა. თუ ესეთი არ არის, მაშინ ამ ძალასთან ერთად და მზესთან ერთად, ძალიან მაგარია რა. ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც ჩანს, შეიძლება ცნობადი სახეა. არ ვიცი, ვინ არის, ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგი კარტები აქვს და ეხლა ჩვენი თემა, ხო, რასაც ვშლით, კარც ხო უნდა კონკრეტიკა. ჩვენ ვეკითხებით რა გაიაზრა ჩვენთან ურთიერთობის საუბრის შემდეგ ამ ადამიანმა, რა გაიაზრა. ჩაიფიქრეთ. ნახეთ უკვე როგორი იცით რა, თავისთავი მოწონს ერთია, მერე გამოდის და საუკეთესო უნდა რომ ეცვას ბრენდები, თან იწონებს თავს და რომ გამოდის, უნდა რომ იყოს ფორმაში და მას უყურებდნენ, ყურადღებას იქცევდნენ, ამ დაგვარი ტიპაჟია, ხო? ეხლა მე ხო ვერ დავინახავ მას ფიზიკურად. მაგრამ ესეც მიღწევადია მე თუ მოვინდება. უბრალოდ ეხლა ძალიან ღრმად არ შევდივარ საჯარო გაშლა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ პირადში, როცა კონკრეტულად ვიცი ადამიანის სახელი, მე დასტას ვეუბნები და ის მაჩვენებს მას. კონკრეტულად პასუხობს, ყველაფერზე აქვს პასუხი და ნახოთ ეხლა რა გაიაზრა თქვენთან ურთიერთობაში, როცა გქონდათ თქვენ საუბარი, რა გაიაზრა თქვენთან ურთიერთობაში, ვინც ეხლა უყურებს ამ ვიდეოს და აქტუალურია მაშინ, როცა შემოხვალთ, როცა დააჭერთ, როცა ნახავთ, რა გაიაზრა. გაიაზრა, იფიქრა, რომ ესე იგი აქვს გეგმები, კარგი გეგმები, რომ უნდა იმუშაოს თქვენთან ურთიერთობა, რომ გააუმჯობესოს უკეთესად, აქ რაღაც სამუშაო, ან თვითონ არის საქმიანი, სულ დაკავებული, აქ ამოდის ოჯახის კარტი, კარტი სტაბილური, ნახეთ, კარტი, როცა ადამიანი ხარ ყველანაირად კმაყოფილი სიუხვეში, მაგრამ ოჯახის კარტია. მე არ ვიცი, ხა კიდევ ერთხელ ვიძახი საჯარო გაშლა, თუ მას არ ყავს ოჯახი, მაშინ მოიაზრებს თქვენთან ურთიერთობაში, ხო, რომ უნდა რომ შექმნას თქვენთან ოჯახი. თუ მას ყავს უკვე ოჯახი და აქ მაჩვენებენ, რომ მარტო არ არის. უმეტეს შემთხვევაში, ხო, საჯარო გაშლა. მაშინ თუ ყავს ოჯახი, მაშინ ამას გაგრძნობინებთ და გეტყვით, რომ მე ოჯახი მყავს, რა არის რაღაცა ხო ვთქვი, ზღვარი, რასაც ვერ გადმოხვალ და აქ ამოდის მაგი, თვითონ მაგი, მოქმედება. მაგიური მოქმედება. თვითონ ადამიანი, რომელიც არის ძალიან როგორი იცით, ენერგიული და მიზანმიმართული და ასევე გამოდის რაღაცა ფარული, რაღაც საიდუმლო, მაგრამ ეს უკვე საჯარო გაშლას არ ექვემდებარება. ეს არის უკვე პირადზე, უკვე როცა კონკრეტულად ვიცით, მაშინ კარტი გვიხსნის და ნახოთ, ახლა საიდუმლო და პატარა საიდუმლო ყველას გვაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში, რა საიდუმლო აქვს ამ ადამიანს, ოჯახი ყავს და ამის გამო ვთქვათ, რაღაც ეს მომენტია, არც ვიცი ზუსტად როგორ უთხრა. 50-50, ხო, ზომიერება, აქაც ამოდის ზომიერება, სტაბილურობა. რაღაც მომენტში ენერგიამ გადაამეტა, გადააჭარბა. შეიძლება თქვენთან მიმართებაში უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინა და ამ დროს ოჯახი ყავს. ნახეთ, ესეთ სიტუაციად შეიძლება განვიხილოთ. თუ არა და მაშინ უბრალოდ ზომიერად არის. თვითონ, იმიტომ რომ ძალიან ისეთი კარტები ამოდის, ვიღაც ძლიერი პიროვნება არ არის ხა ეს ვიღაცა რა, ფუცანი რო არიქა. თავიდანვე ამოდის ძლიერი, ესეთი და თან ცნობადი. თქვენთან მიმართებაში მეორემ ცოტა საგონებელში ჩამაგდა. თქვენთან მიმართებაში რა აკავშირებს? ამ ასეთ მანიპულატორს და საკმაოდ ძლიერ თავმომწონე ტიპაჟს რა აკავშირებს თქვენთან მიმართებაში.
მოკლედ გრძნობა არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, კარტები მეუნებიან აი ესეთ რაღაცას. ერთ-ერთი ვერსიით, ნახეთ, არის საჯარო გაშლა. ამ ადამიანს აქვს ოჯახი და რაღაც მომენტში გადააჭარბა თქვენთან, ანუ ენერგეტიკულად რას ვიძახი, უფრო მეტი ყურადღება, რაღაცა ფლირტი, რაღაცა არშიყი, რაღაცა როგორ დავარქვა. სწორი სიტყვა როგორ მოუძებნო, გამოიჩინა, მაგრამ მერე რაღაც მომენტში მოეგო გონს, ნახე? და ანუ გაცივდა და ეს რაღაც პოზიციების დაცვით ამოდის, რომ აი ნახე, მე ოჯახი მყავს. თუ ესეთი ვარიანტი იყო, მაშინ ნუ სწორს მელაპარაკება კარტი. სწორს მელაპარაკება. ანუ ესე იგი ოჯახი ყავს და არ უნდა რომ შეტოპოს ღრმად. აი ესეთი ვარიანტია. კი მოეწონეთ, კი მოიხიბლა, კი რაღაც ვნება გაუჩნდა, როგორც აგერ ცეცხლოვანი ქალი ბრძანდებით ქალის მიმართ. მაგრამ თავიდანვე მაჩვენებს რომ ოჯახი ყავს და ბალანსი დაირღვა რაღაც საზღვარს, ანუ რო იტყვიან, დაარღვია რაღაც საზღვრები რაღაც მომენტში, მაგრამ გაცივდა და პოზიციების დაცვით დაიწყო ახლა ესეთი მოქცევა რა. კარგი, მაშინ თქვენთან მიმართებაში, ანუ რა გაიაზრა, აპირებს თქვენთან ურთიერთობის გაგრძელებას თუ არა მეორესთან გამიგრძელდა რა ხდება? აპირებს თქვენთან ურთიერთობის გაგრძელებას კი თუ არა? კი არას ასოთის რეჟიმში ვიტყვით. უფრო არ აპირებს, ვიდრე კი. არა. იმიტომ რომ აქ ისევ ამოდის ეს ბალანსის კარტი. თუ რამე გადასახდელი მაქვს გადაგიხდი, თუ რამე ანუ გავაკეთე, შეიძლება ფულითაც გადაგიხადოთ, აი ესე ფიქრობს და წასვლა უნდა თქვენი სიტუაციიდან, გასვლას აპირებს, თუ იყო აი ესეთი სიტუაცია, როგორც აღწერე, ანუ ვნებით დაიწყო ეს ყველაფერი, არ შიყით, მოწონებით, არიქა ტუტუტუტუ, მუტუტუტუ, აი ესეთი კუტუტუტუ, პუტუტუტუ და თურმე ოჯახი ყავს რა. და მერე, ანუ საქმეზე რომ იდგა, გარეთში უკან დაიხია და პოზიციები დაიკავა. და არა, ოჯახი მყავს. ნუ ესეთი ინფორმაცია მოდის, არ ვიცი ხა ვინ არის, რა არის, მაგრამ რაც მოვიდა გეუბნებით და დანარჩენი ხა მომწერეთ, მაინტერესებს. დაამთხვევა არ არსებობს, მაგრამ რეზონი და ანუ სამყარო ისე ნახეთ ინფორმაციას ისე არ იძლევა. თუ იღებ შენ ინფორმაციას, თუ მოდის სამყარო ყოველთვის გაძლევს იმას, რაც არის. თუ კონკრეტულად თქვენზე არ არის, ვიღაცაზე არის გათვლილი, გესმით? ანუ აი საჯარო გაშლა იმიტომ არის აქტუალური, რომ იმ მომენტში, ხო? თქვენთვის თუ არა, ხო? შეიძლება სხვა არის ესეთ სიტუაციაში. და შემთხვევით აი ესე ჩართოს, დაინტერესდეს ამ თემით, რომ დავწერე ხა დავადებ, ხო? რა გაიაზრა თქვენთან ურთიერთობაში და ამოვიდეს ეს ინფორმაცია. და მისთვის ხო კარგია, არა? კარგია. მოკლედ, წარმატებას გისურვებთ. გვაქვს ყველანაირი დღეს საშუალება, რომ გავარკვიოთ, გავიგოთ ახლო მომავალი, სწორად დავგეგმოთ პროგნოზირება, მოვახდინოთ ანალიტიკურად, ხო? გავაანალიზოთ და ისე გამოვიყენოთ ჩვენი ცხოვრება და ჩვენი სიტუაცია, როგორც გვაწყობს ჩვენ, ანუ ჩვენთვის სასიკეთოდ, იმიტომ რომ ამის უფლება ნამდვილად გვაქვს, ვიცხოვროთ ყველა ერთად, ბედნიერად, სიყვარულში. აბა თქვენ იცით. დროებით და წარმატებები.